შულის მასწავლებელმა უთხრა, რომ რასიზმის მსხვერპლი ვერ იქნებოდა, რადგან თეთრკანიანია. ჩემი შვილი თავის სკოლაში უმცირესობაშია. სინამდვილეში ის ერთადერთი თეთრკანიანი ბიჭია თავის კლასში და ეს არასდროს ყოფილა პრობლემა. რატო უნდა იყოს? ბოდიში. ჩვენ თეთრკანიანები ვართ და გვეამაყება ეს და ცივილიზაციას ბევრი მივეცით. თეთრკანიანთა დანაშაულის გრძნობის დრო ნამდვილად დასრულდა. კიდევ ერთხელ გააცურე. ომი თეთრკანიანებზე? დიახ. ვფიქრობ ამ ეტაპზე ყველანი ვთანხმდებით, რომ თეთრკანიანების წინააღმდეგ ჩუმი ომი მიმდინარეობს, რომელიც სრულიად იფარება, რადგან თითქოს შეუძლებელია თეთრკანიანების მიმართ რასიზმი არსებობდეს. და მაინც თუ მოусმენთ, რას ამბობენ ეს ადამიანები, თავადაც მიხვდებით, რომ ისინი სინამდვილეში ბუნამდვილეში, ბუნებრივად, ღრმად და გულწრფელად სწულთ თეთრკანიანები. დიახ, ისინი ამას არც კი მალავენ. თეთრი კანი, ცისფერი თვალები. ლორდი პრეზიდენტი. თეთრი. ლორდი ჯასტისი კლარკი, თეთრი. ყველა უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე, თეთრი, რი. ისინი მზად არიან გააკრიტიკონ ადამიანები იმის გამო, რომ თეთრები არიან. ეხლა მოусმინეთ ამ ბავშვის ისტორიას. პატარა იცით რა, უბრალოდ უყურეთ ვიდეოს თავად. შულის მასწავლებელმა უთხრა, რომ ის რასიზმის მსხვერპლი ვერ იქნებოდა, რადგან თეთრია. ჩემი შვილი უმცირესობაშია თავის სკოლაში. სინამდვილეში ის ერთადერთი თეთრი ბიჭია თავის კლასში და ეს არასდროს ყოფილა პრობლემა. რატო უნდა იყოს? ეს პრობლემა არ არის. უცნაურია, რადგან ინგლისელები როგორც წესი თეთრები იყვნენ. კარგი, როგორც გინდათ, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ყველას ერთი და იგივე ფერის სისხლი გვაქვს. ყველა ადამიანები ვართ. ადამიანები არიან. ყოველ შემთხვევაში ასე მეგონა. იმიტომ რომ გუშინ სახლში დაბრუნდა და მითხრა, რომ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ბიჭებმა მას გარშემო მოარტყეს და ჩემს შულს უყვიროდნენ ქათმისგანი. მითხრა, რომ თავის საფრთხეში და შეშინებულად იგრძნო. და როცა ბოლოს მოახერხა იმ წრიდან გამოსვლა, მასწავლებელთან გაიქცა, როგორც მე ვასწავლიდი. ყოველთვის ამას ვეუბნებოდი. თუ ოდესმე ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდება, სადაც თავს შეშინებულად იგრძნობს, მასწავლებელთან უნდა გაიქცეს და უთხრას მას, გონია რომ ისინი რასისტულად მეკცევიან. და იცით რა უპასუხა მასწავლებელმა? მან არ დაიწყო იმ ბიჭების ძებნა, ვინც ეს გააკეთა. არც სადა რომ ჩემ შვილს თავი უკეთ ეკრძნო. არ გამოუხადა თანაგრძნობა მის გრძნობებზე. უთხრა, შენ თეთრი ხარ, თეთრ ადამიანს რასისტულად ვერ მოექცევიან. ამიტომ ჩემი შვილი დღეს სკოლაში არ არის და აღარ დაბრუნდება თუ რამე არ შეიცვლება. იმიტომ რომ ის ნამდვილად იყო რასიზმის მსხვერპლი. ის იყო სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლი. და როცა მან მასწავლებელს დახმარებისთვის მიმართა, მასწავლებელმა უთხრა, რომ მის გრძნობებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის თეთრია. ამ მასწავლებელს უნდა აეკრძალოს მასწავლებლობა და სკოლიდან გაათავისუფლონ, მაგრამ გაკვირვებული ხართ. რადგან მათ ინტერნეტში შექმნეს ეს უაზრო თეორია, რომ რასიზმი მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ არსებობს, ვინც თეთრი არ არის. ეს უკვე არც უმცირესობებს ეხება. ყავს თეთრკანიანი ბიჭი, რომელიც კლასში უმცირესობაშია და ვიღაც ცუდად ექცევა მას მხოლოდ იმიტომ, რომ თეთრია და არ არსებობს იმის გააზრება, რომ ის უმცირესობაა. იქნებ რასიზმი მის მიმართაც იყოს? არა. თუ ბიჭი თეთრია, მაშინ რასიზმი თითქოს არ არსებობს და მგონია, რომ ბევრ ადამიანს ეს უკვე მოპეზრდა. ისეთი ბევრი ამბავი გვაქვს დღეს მოსაყოლი, სადაც ჩანს, რამდენად სძულთ თეთრკანიანები, რომ ნამდვილად საინტერესო რამ გველოდება. მოგესალმებით გადაცემაში Pushback-ი. მე ვარ მეირა ქეი, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ დააჭირეთ გამოწერის ღილაკს, მოიწონეთ ეს ვიდეო და დაელოდეთ საინტერესო განცხადებას იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებთ მალე თქვენს შემოუერთდეთ Pushback-ს. სწორია, ჩვენ თეთრკანიანები ვართ და გვეამაყება ეს, რადგან ცივილიზაციისთვის ძალიან ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული. თეთრკანიანთა დანაშაულის განცდის დღეები ნამდვილად დასრულდა. ყველაფერი რაც ვარ, ყველაფერი, რისთვისაც ჩემი წინაპრები დაიღუპნენ და იბრძოლეს, ჩაწერილია იმ მიწაში, რომელზეც ვდგავარ. მე ვიცი ვინ ვარ და ვიცი საიდან მოვდივარ. დიახ, შენ იცი, მაგრამ დღეს ეს სრულიად მიუღებელია. ეხლა შეიძლება საკუთარ თავს უთხრა, იცი მეირა, ის აჭარბებს. მან 1-2 ისტორია იპოვა. მოусმინე ამ სიმღერას, რომელიც მათ რეალურად დაწერეს. Vigilante შურისძიება არ არის. ეს ომი თეთრებზეა. გესმის ეს? არ ვიცი, შენ თუ შეამჩნევ. როცა სწორად უნდა მოიქცე, vigilante შურისძიება არ არის. ეს ომია. სწორად მოიქეცით ბიჭებო. დაიწყეთ ომი თეთრკანიანებზე. რატომაც არა. და როცა კულტურაში ასეთი რაღაცები გააქვს, საბოლოოდ ასეთ შედეგებს იღებ.
იცით ეს ახალგაზრდა გოგონა ფინეთში, რომელსაც ცემენ ველური, მუკანიანი ადამიანების ჯგუფი მხოლოდ იმიტომ, რომ თეთრია და არ მოსწონთ. ღმერთო ჩემო, ის თეთრკანიანი გოგოა და ისინი ჯგუფად არიან, ბევრი არიან, შეხედეთ მათ, შეხედეთ როგორ ესხმიან თავს. და ვფიქრობ ყოველთვის ვინც ამას უყურებს, საკმაოდ სათმაოდ ნათელია, რომ ისინი მას იმიტომ ესხმიან თავს, რომ ის თეთრკანიანია. ეხლა როცა გახსენდებათ ეს ვიდეო, სადაც ვიღაც ამბობს, გამარჯობა, მე ვამაყობ რომ თეთრი ვარ, რადგან არაფერი ცუდი არ გაგვიკეთებია და ჩვენი კანისფერი არ განსაზღვრავს ვინ ვართ თქვენ, არამედ ჩვენი ისტორია და ის თუ როგორ შევიტანეთ წვლილი, თქვენ გრძნობთ ამ სიამაყეს. მაგრამ შემდეგ უყურებთ ამ ვიდეოს და აცნობიერებთ. მოიცადეთ, როგორ უნდა იგრძნოს ამ ახალგაზრდა გოგომ სიამაყე იმაში, რომ ის თეთრია. როცა ის მარტო მიდის ქუჩაში და მას თავს ესხმიან ადამიანების ჯგუფი მხოლოდ იმიტომ, რომ მისი კანის ფერი ასეთია. და მინდა თქვა, რომ ეს ერთადერთი ვიდეოა, მაგრამ ეს რეალური ფენომენია. კიდევ ერთხელ დაარტყი მას. ჰეი! ბუმ! ესეც ჩავწერე. ის გარეთ არ უნდა იყოს. ეხლა ვისურვებდი მე თქვა, რომ ეს უბრალოდ მამაკაცების პრამაკაცების პრობლემა იყო, იცი ზედმეტი ტესტოსტერონით. მაგრამ შენ ხო შენიშნე, ეს ხალი უბრალოდ გადაუარა და ფეხი ჩაარტყა. და როგორ მოხდა, რომ ყველა ადამიანი, ვინც ამას უყურებდა, შავი იყო და ამ კაცის დახმარების ნაცვლად ისინი ამას იღებდნენ. მითხარი რა ომში არ ხარ. მითხარი რომ ეს მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ ისინი ფიქრობენ თითქოს ის თეთრკანიანია. მოусმინე რას ამბობენ. ბუ. ეს ისევ და დავიდე. იცინიან, ვერ გადმოგცემთ, რა დონის უგრძნობლობა უნდა კონდეს ადამიანს, რომ უყუროს, როგორ ესხმიან თავს ვინმეს, იცინოს და გადაიღოს, იმის ნაცვლად, რომ დაეხმაროს. ის გარეთ არ უნდა იყოს. ასე იყო. ეს გულისამრევია, არა? ხო, ნამდვილად გულისამრევია. ისევ კიდევ მეტი ამბავი. კიდევ ერთი თეთრკანიანი ბიჭი. ეს ახალგაზრდა გოგოა. უბრალოდ უყურებს. და სიამოვნებს. მითხარი რომ ამ ახალგაზრდა ქალს, რომელიც აშკარად თეთრი არ არის, არ უთხრეს რომ მისთვის ნებადართულია წავიდეს და შეუტიოს შემთხვევით თეთრ კაცს. ჰეი ფინიას. მისი პარიკი ჩამოვარდა. არ ვიცი რა გითხრა, მაგრამ ჩემთვის ეს ასე გამოიყურება. ველურების ხროვა ესხმის ადამიანს. ეხლა ვიცით თუ არა რა მოხდა, ვიცით თუ არა რა იყო ამის უკან. არა, არანაირი წარმოდგენა არ გვაქვს, მაგრამ რასაც აქ ხედავთ, ეს ფენომენია და ამას გეტყვით. თუ აპირებ რომ მომვარდე და მითხრა, "ჰო, აიჩია რაღაც შემთხვევითი ვიდეოები თეთრკანიანზე და სინამდვილეში არ იცი რა მოხდა?" კარგი, ერთი წამით მომისმინე და მითხარი, რას ფიქრობ ამაზე. რატომ ცლიან ვიდეოს სიჩქარეს? ეს ძალიან უზრდელობაა. თუ საშუალო კლასის, ასე ვთქვათ, ლიბერალური ღირებულებების დამცველები წაიკითხავდნენ ურანს, მხობრივად, ან უბრალოდ წაიკითხავდნენ ქალების სურას, რომელიც ქალებს ეძუნება. ეს სავისავე გაძლევს მცირე წარმოდგენას ლანდად პრობლემურია ისლამი ქალებისთვის და მაშინ ალბათ ისინი აღარ იქნებოდნენ ასე მხარში ამ დგომაში, როცა ეს დანარჩენი სოციალური ჯგუფებისთვის საზიანოა. იმ წამსვე, როცა განსაკუთრებულ გამონაკლისებს უშვებთ და ვცდილობთ კანონმდებლობაში შევიტანოთ ცვლილებები იმის გამო, რომ ვფიქრობთ, მუსლიმი ქალები უფრო მეტად საჭიროებენ დაცვას, რადგან ისინი თითქოს უფრო დაუცველები არიან, ვიდრე სხვა უმცირესობის ქალები ან რაღაც მსგავსი. ეს უბრალოდ ძალიან პრობლემური ხდება, როცა ძლიერ ისლამური ქვეყნებიდან, სადაც თეოკრატიაა, ჩნდება მოძრაობები და იქაური ქალები ამბობენ, რომ საერთოდ არ აქვთ უფლებები. არ აქვთ განათლების მიღების უფლება, არ აქვთ ხმამაღლა საუბრის ან სიცილის უფლება. და მე აქ გულისხმობ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას. რა თქმა უნდა, მოიცადეთ ერთი წამით. ეს ვიდეო არ ეხება ქალთა უფლებებს ისლამში. ეს ეხება იმას, რასაც ის ახლა იტყვის იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ამ ქვეყნებიდან მოდიან და რას ფიქრობენ თეთრკანიან ქალებზე. და დააკვირდით, როგორ აღნიშნავს თეთრკანიან ქალებს. მოიცადეთ. სიტუაცია, სადაც ქალები მთლიანად ამოშალეს საზოგადოებიდან. ეხლა შეიძლება შენ კომფორტულად ცხოვრობდე დიდ ბრიტანეთში, იყო საშუალო ფენის თეთრკანიანი ქალი და ფიქრობდე, რომ ეს პრობლემა მხოლოდ თეოკრატიაში ხდება. სწორედ ეს იქნება ის, რაც ჩვენთანაც მოხდება, თუ ამას თავისუფლად მივცემ საშუალებას გავცელდეს.
ფიქრობთ, რომ მუსლიმური საზოგადოების ზოგიერთ ნაწილში თეთრკანიანი ქალები ყველასთვის ხელმისაწვდომებად მიიჩნევიან. თითქოს ისინი ეგზოტიზირებულები არიან, რადგან აქვთ ეს, იცით, წვდომა, რადგან არ ატარებენ ჰიჯაბს ან ბურკას, ან არ არიან მუსლიმები, მაგრამ ასევე პორნოკულტურის გავრცელების გამო. ძულს ამის თქმა, მაგრამ აბსოლუტურად ასეა, დიახ, ნამდვილად ასეა. და ვგულისხმობ იმას, რომ ეს ითქება ყველაზე საბაზისო დონიდანაც კი. მაგალითად, თუ მოხვდებით თქვათ გასახდელში და მოისმენთ იქაურ საუბრებს. მუსლიმი ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფებში უკვე შეამჩნევდით თეთრკანიანი ქალების მიმართ დამამცირებელ დამოკიდებულებას. მათი აზრით შეგვიძლია გავერთოთ და დრო გავატაროთ ამ ქალებთან, მაგრამ ბოლოს მაინც კარგ მუსლიმ ცოლს შევითავთ. და ეს არის უმეტესად ახალგაზრდა მუსლიმი მამაკაცების ზოგადი ქცევა. ვიტყოდი, რომ ახალგაზრდა ბრიტანელი მუსლიმი მამაკაცებისთვისაც ასეა, როცა სულ გაერთონ. ეს არის ისაც ჩვენ თქვი იქნება ეს პორნო, რომელმაც კიდევ უფრო აფეტი შეისწინი ან თავად ისლამი. და თუ ისევ ისლამურ ისტორიას დაუბრუნდებით, ყოფილა ექსპედიციები, სადაც მუჰამედი ამხნევებდა თავის მინდევრებს, რომ წასულიყო და დაეპყროთ ახალი ტერიტორიები. და იცი, შეეფროთ ქერათმიანი ქალები. ასე რომ ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება თავად ისლამურ ისტორიას და წინასწარმეტყველის დამოკიდებულებას ამ ქალების მიმართ და შემდეგ როგორ გრძელდება ეს. და რა თქმა უნდა, როგორც ჩვენ თქვი, პორნო უბრალოდ კიდევ უფრო ამყარებს ამას. ეხლა რა თქმა უნდა, ცხამდა ცხადია, რომ ყველა ადამიანს, ვინც თეთრი არ არის, როდი აქვს კავშირი ისლამთან. მაგრამ როცა გაქვს კულტურებზე იქნება ეს რელიგიები, ქვეყნები თუ ნებისმიერი სხვა ეროვნების არის წარმომადგენლები, რომლებიც იბრძვიან და სჯერათ, რომ თეთრებს უბრალოდ არ ეკუთვნით იგივე რაოდენობის. არ ვიცი, პატივისცემა როგორც სხვებს, მხოლოდ მათი კანის ფერის გამო. ეხლა უკან დაგაბრუნებთ და შეგახსენებთ იმ ვიდეოს, რომლითაც დავიწყეთ. იმ ბავშვს, რომელიც სკოლაში იყო და უთხრეს, რომ ის რასიზმის მსხვერპლი ვერ იქნება, რადგან თეთრია და ეს შეუძლებელია. და ეს არის რაღაც, რასაც ყველგან ავრცელებენ, სადაც არ უნდა წავიდეთ ამჟამად. ნახეთ, უმეტესობა მეტყოდა, რომ სინამდვილეში თეთრი არ ვარ. და ეს ჩემთვის სრულიად მისაღებია. საუბარი არ არის იმაზე, რომ თეთრკანიანები უმაღლესები არიან. სინამდვილეში საქმე იმაშია, რომ უნდა შევხედოთ ირგვლივ და ვთქვათ, თუ გვინდა რასიზმი მოვიშოროთ, უნდა ვაღიაროთ, როცა რეალურად არსებობს რასიზმი. და თუ ომში ვართ, მაშინ უნდა მივიღოთ, რომ ომში ვართ და შევწყვიტოთ თავის მოტყუება. თითქოს ეს არ ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კონკრეტულ ჯგუფს ემართება. რადგან ის ნამდვილად იყო რასიზმის მსხვერპლი, ის იყო სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლი. და როცა მასწავლებელთან დახმარებისთვის გაიქცა, მასწავლებელმა უთხრა, რომ მისი გრძნობები არ ითვლება, რადგან ის თეთრკანიანია. ახლა ჩემს შვილს ვესაუბრე სხვა სკოლაში გადასვლაზე, მაგრამ მას ეშინია, აღარავის ეენდობა. ახლა კი მე მიწევს აუხსნა, რომ უნდა ენდოს იმ მასწავლებლებს, რომლებიც თითქოს უნდა დაიცვან, მაშინ როცა ასე არ მოიქცნენ. ასე რომ ერთადერთი დარჩენილი ვარიანტია, რადგან არ მინდა ჩემი შვილი შეშინებული იყოს, სახლში ვასწავლო, რაც იმას ნიშნავს, რომ ვეღარ ვიმუშავებ. მხოლოდ ერთი ასეთი ქმედება მასწავლებლის მხრიდან და ბავშვებსაც კი არ ვადანაშაულებ. იცით, ბავშვებს უკეთესად უნდა ასწავლონ. და ის ადამიანები, ვინც ამას უნდა აკეთებდეს, არიან უფროსები, ისინი, ვინც იქ უნდა დადაგვიცვან და მათ ეს არ გააკეთეს. და იმ მასწავლებლის ქმედებების გამო ახლა ჩემი მთელი ცხოვრება შეიცვალა. ჩემი შვილის მთელი ცხოვრებაც შეიცვალა. ეს მხოლოდ მისი შვილი არ არის, ეს ჩვენი მთელი საზოგადოებაა. თუ მზად არ ხარ, რომ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას მიუთითო პრობლემურ ქმედებებზე რომელიმე ჯგუფის მიმართ, მაშინ თავადაც ამ პრობლემის ნაწილი ხარ. თუნდაც გეშინოდეს, რომ რაღაცის თქმის გამო შეიძლება რასისტად ჩაგთვალონ. გმადლობთ, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციეთ.